ეს ჩვენ ბავშვები ვართ ჭინჭრაკაში, ჩავატარეთ თეატრი, დამთავრდა უკვე და მოდი ახლა ვკითხოთ, როგორ მოეწონათ სხვადასხვა ბავშვებს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან კარგად შევასრულეთ, მაგრამ ცოტა კულისებში ძალიან ნერვიულობდით. ჩემთვის მე ძალიან ნერვიულობდი და მაინც გამომივიდა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი სპექტაკლის ათამაშებით. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პედაგოგებს, ბესო ლომსაძეს, მაგდა ბენძეს და ნათია ფრანგიშვილს, რომ ასეთ შედეგამდე მიგვიყვანეს. მე ძალიან მომეწონა ჩვენი სპექტაკლი და მადლობას ვუხდი ჩვენ პედაგოგებს. მე ძალიან მხიარული ვარ და ჯერ დღეს ჭინჭრაკაში ჩავატარეთ ფიფქიალაშვილი ჯუჯა სპექტაკლი და მადლობა ჩვენს მასწავლებლებს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მასწავლებლებს და იმედია ყველას მოეწონა ჩვენი სპექტაკლი. ცოტა ნერვიულობდი გამოსვლისთვის, მაგრამ არაფერს. მე ცოტა ნერვიულობდი, მაგრამ ჭინჭრაკა ძალიან მიყვარს და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პედაგოგებს და ძალიან მიყვარს მე ეს ადგილი. მე ცოტა ნერვიულობდი, მაგრამ კარგად გამოგვივიდა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მასწავლებლებს და ძალიან მიყვარს ჭინჭრაკა. მე ძალიან მომეწონა ჩვენი სპექტაკლი, მართალია პირველად ვითამაშეთ ეს სპექტაკლი და ჩემი თავისთვის ძალიან ყვაყოფილი ვარ. მე ძალიან მომეწონა ჩვენი სპექტაკლი, ცოტა ნერვიულობდი, მაგრამ მაინც გამოგვივიდა. მე მომეწონა ეს სპექტაკლი, ძალიან კარგად ჩაიარა და ძალიან კმაყოფილი. მეც სხვა რამის თქვა არ შემიძლია, ძალიან კარგი იყო, ყველა ნერვიულობდით, მაგრამ ბოლოს მართ კარგი გამოვიდა. ძალიან გახარებული ვარ მე ამ სპექტაკლით. ახლა მეორე სპექტაკლი იყო, აღარ ვარ ისეთი ნანერვიულები, როგორც წინაზე ვთქვით ყველა ბავშვმა და ეს ცოტა ისეთი გახსნილი იყო უფრო და ისეთი კარგი და რო გავიხსენეთ, უფრო კარგი გამოვიდა სპექტაკლი. აბაშერს. მე ძალიან მომეწონა სპექტაკლი. მადლობას ვუხდი ჩვენს მასწავლებლებს, რომელსაც დიდი შრომა ჩადეს, რომ ჩვენ ესე კარგად გვეთამაშა. და ჩემი აზრით ძალიან კარგად ვითამაშეთ. ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ ყველა ნერვიულობდი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მადლობელი ვარ ჩვენი მასწავლებლების გამო. აბა მოდი ახლოს მოდი. შეიძლება? მე ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი, იმიტომ რომ ძალიან კარგად შეასრულეს ყველამ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ითამაშეს. წინა სპექტაკლზე უფრო ნერვიულობდი, მაგრამ ეხლა აღარ ნერვიულობ და ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად გამოვიდა და წინა სპექტაკლის ყველაფერი კარგად გამომივიდა, იმის მაგივრად რომ ნერვიულობდი, მაგრამ აღარ ნერვიულობ. და ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი და ჩემს მასწავლებლებს ვუხდი მადლობა. ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი, წინაზე უფრო მეტად ნერვიულობდი, მაგრამ ეხლა აღარ მინერვიულია და ძალიან კარგად ჩაიარა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ყველა მასწავლებლებს და ყველას გირჩევთ ჭინჭრაკაში შემოსვლას, იმიტომ რომ არიან უთბილესი მასწავლებლები. მე ამ სპექტაკლში არ ვიყავი, მაგრამ აქ დავდივარ და ძალიან მომწონს საკაურობა. ძალიან საყვარელი მასწავლებლები ვიყავ და ძალიან თბილი მეგობრები. მე ძალიან გახარებული ვარ და ძალიან მომწონს ჩვენი სპექტაკლი. წინაზე უნერვიულობდი და მადლობა ჩვენს მასწავლებლებს. მე ძალიან მომეწონა ჩვენი სპექტაკლი. ყველამ კარგად გავაკეთეთ, ძალიან მომწონს აქ სიარული. კარგი მასწავლებლები არიან, ძალიან მიყვარნან და ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. გამარჯობა, მე ვარ ალექსანდრა და ძალიან მიყვარს ჩვენი სამსახიობო სტუდია. ძალიან საყვარელი და კარგი მასწავლებლები ყავს. სამსახიობო სტუდია არის განთიადის ბოლოში, მოსკოვის გამზირზე. სახელი ქვია ჭინჭრაკა და ძალიან მომწონს ჩვენი სამსახიობო სტუდია. ჩვენი სპექტაკლი? სპექტაკლიდან ძალიან მომეწონა სპექტაკლი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. მე დღეს ძალიან ნერვიულობდი ამ სპექტაკლზე. ისე რომ სხვა სპექტაკლებში არასოდეს მინერვიულია. აქ რატო ინერვიული? არ ვიცი, რავი რაღაცნაირად. როლი ქონდა ისეთი?
ხო, რაღაცა სიტყვებს რავი ვერ ვამბობდი, მაგრამ ყველაფერი წარმატებულად ჩაიარა. მე დღეს პირველად ვიყავი სპექტაკლზე და ძალიან ნერვიულობდი. კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. მე ვარ ახალი ამ სტუდიაში და მასწავლებლები ჩვენთვის ძალიან ბევრს შრომობდნენ და ეს შრომა მშობლებმაც და ადამიანებმაც დაინახეს, მაყურებლებმაც. ჭინჭრაქაში გირჩევთ მობრძანებას, იმიტომ რომ იქ არიან საყვარელი მასწავლებლები და სპექტაკლს გადმოვინებენ. მე ვარ ახალი და მომეწონა ჭინჭრაქა და ძალიან მომეწონა სპექტაკლები. მე ძალიან გამიხარდა რომ გავაკეთე ჩემი სპექტაკლი და ჭინჭრაქა არის ძალიან სახალისო რაღაცა. მე მადლობას ვუხდი ჩვენს მასწავლებლებს. მათ გარეშე ჩვენ ამას ვერ შევძლებდით. ჩემი სახელია ლილე და სტუდიას ქვია ჭინჭრაქა. ძალიან სახალისო სტუდიაა. და ჯობია მოხვიდეთ. დღეს იყო ჩემი მეორე პრემიერა, მიუხედავად ამისა, მე ძალიან უნერვული, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდა და მადლობა მინდა მოუხადო ჩვენ მასწავლებლებს. თავარი გმირი რას გვაქვს? გამარჯობა, მე ვარ ლუკა თათეშვილი და პირველად არ ვარ მეც და ძალიან მეგობრული არის ეს ჭინჭრაქა. ყველაზე მეტად ვინრულობდი ჩემ როლზე და რადგან როგორ უნდა მელაპარაკა, როგორ უნდა მეთქვა და ეგ ყველაფერი. და ჭინჭრაქა არის ძალიან სახალისო და ისეთი ადგილი, სადაც შეგიძლია მეგობრები იშოვო და თუ გინდათ ამისი ჩვენ თეატრში შემოსვლა თავისუფალია. გამარჯობათ, მე ვარ დავითი, ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი და ძალიან მომწონს ჩვენი სტუდია ჭინჭრაქა. ყველა მადლობა. გამარჯობა, თავიდან მე ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ ბოლოს უკვე აღარ ნერვიულობდი და რავი, სიტყვები აღარ ვიცი უკვე რა ვთქვა, იმიტომ რომ რავი, ძალიან ბევრი შთაბეჭდილებები დამრჩა და რავი, ძალიან მიყვარა ჩემი მასწავლებელი, მადლობა. საოცარი ბავშვები გვყავს, მინდა გითხრათ. დღეს მესამე პრემიერა იყო და დარწმუნებული ვარ მოიხიბლეთ ჩვენი ბავშვების თამაში და ვოკალითაც. ამიტომ მადლობა მინდა გადაუხადო ყველას. მიყვარხართ ბავშვებო, ვამაყობ თქვენით. როგორ მოგეწონა დღევანდელი სპექტაკლი? ძალიან ინერვიულე? ცოტათი. რაგან ნერვიულე? მე რავი. აბა შენ რას გვეტყვი? მავლაკი. მე მქვია დანიელი, იხადურიძე ვარ და ძალიან კაი იყო ეს სპექტაკლი. მე ვარ ლიზა დავაძე. შენ ინერვიულე? ძალიან, მაგრამ ჩემი თავი მჯეროდა და გამოვედი და კარგად ჩაიარა შენ ყველაფერი. ეხლაც ნერვიულე. მე ვარ ბარბარა წიწილაშვილი. მე ვირევლიურე ცოტა, მაგრამ მაინც გამოვედი. მე ნია მამაცაშვილი ვარ, ძალიან ვინევრიული და ჩემი თავის მჯეროდა რომ ძალიან მაგრა შევასრულებდი ამ როლს. მე ვარ დაჩი იატბელიძე, ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი და საერთოდ არ ვინერვიულე. მე ვარ კატო მუჯირი და ცოტა ვინევრიულე, და კარგად გამოვედი. მე ვარ ნატალია და მე მომეწონა ყველას გამოსვლა და მადლობა. მე ვარ ანა მარია გაბისონია, ყველას გამოსვლა კარგი იყო და ცოტა ვინერვიული. მე ვარ მაშო მეცხოვში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბესოს, ნათიას, მაგდას, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო და ნერვიულებდი ძალიან. მე მიყვარ ძალიან სპექტაკლები და მომეწონა სულ ყველა. ჭინჭრაქაში სიარული მოგწონთ? ძალიან! ბესო მასწავლებელი როგორი მასწავლებელი? მაგარი! ნათია მასწავლებელი? მაგარი! მაგდა? მაგარი! ჭინჭრაქას გაუმარ? ანასტასია ხაჯიბეკი. აბა რა სიტყვით დღევანდელ სპექტაკლში? ძალიან. ნერვიულე? ხო, ცოტათი ვინერვიულე. ძალიან კარგი იყო ეს სპექტაკლი. მასწავლებლები ძალიან მომეწონა. ელინა კარაბეტიანი, შენ ნერვიულე? ცოტათი. საბოლოო ჯამში როგორ მოგეწონა სპექტაკლი? ძალიან მომეწონა სპექტაკლი. კაცრი მასწავლებლები არიან? არა. ლალიკო არჯენიშვილი, ვინერვიულე ძალიან კარგი გამოვიდა ეს სპექტაკლი და ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებელი. აღარ მინდა სპექტაკლის დამთავრება. მე ვარ დავითი ჭუმბაძე, მე ცოტა ვინერვიულე და
ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი, ცოტა შეცდომები მქონდა, მაგრამ არა უშავს მომავალში გამოვასწორებთ. მე ვარ ელე ქირიმერიძე, მინდა ჩემს მასწავლებლებს უთხრა დიდი მადლობა, რადგან მათ მასწავლეს რა არის გამოსვლა სცენაზე, ძალიან ცხენოდა და ჩემი მდგომარეობა ყველა მიცის, აი აქ ვინც დგას, რადგან მე ცხვიდე სისხლძა მომივიდა და ჩემ მასწავლებლებს მადლობას ვუხდი. სითამამე მასწავლეს და ის მასწავლეს, რომ სირცხვილი არაფერი არ არის. გამარჯობა, მე ვარ დემეტრაძე. ცოტა ვინვერიულე, რადგან ცოტა შეცდომები მქონდა და იმედია მომავალში ამ ყველაფერს გამოვასწორებ და უკეთესად ვითამაშებთ. გამარჯობა, მე ვარ დუშა გოგინაშვილი, მე ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი და ძალიან კარგი იყო, დაუკმაყოფილდი და ის იყო, რომ ცოტა შეცდომებიც იყო, მაგრამ მე ძალიან მომეწონა და იმედია მომავალში უფრო კარგად ვითამაშებ. ძალიან კარგი მასწავლებლები არიან და აი მაყოფილი ვარ. მე ვარ ალექსანდრე გელაძე. წინასწარ პედაგოგებს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ეცი ნერვიულე? თავიდან ბავშვები თითქმის ყველა ნერვიულობდი. ბოლოს ძალიან გავთანამდი და კარგად თამაშობდი. და სხვა ბავშვებსაც ვეუბნები, რომ ჭინჭაკაში აუცილებლად უნდა იანო. გამარჯობა, მე ვარ მია მათნაძე, ძალიან მიყვარს მაგდა და ბესო მასწავლებელი, ცოტა შეცდომები მე დავუშვი, მაგრამ მომავალში გამოვასწორებ. მე ვარ ელისაბედ მიგელაძე, ძალიან მინდა და თეატრში შესვლა და შევედი და თავი ძალიან. ვარიტანიულე შე? აიგო. მე ვარ ნინი ცისკარაშვილი, ცოტა გამიხარდა იმ ყველა შობელი იყო და ანუ ყველა შობელი იყო და ჩემებიც იყო ხო და არ ვინებრივლე. მე ვქვია ცოტნე. ერეცოხნე როგორ მოგეწონა დღევანდელი სპექტაკლი? ის უთხალიო იბოთ კაცმა მოიტაცა ჩიტები. ნერვიულობდი სპექტაკლამდე? თუ არა? არა. ოჩო, კარგი ბიჭი. შენ რას მეტყვი? მე ვქვია ალექსანდრე ხაჯიბეგი. მე მომეწონა ეს თეატრი, იმიტომ რომ ძალიან გამიხარდა, რომ სიტყვები სწორად თქვი და არ შემეშალა. მასწავლებლებზე რა სიტყვა? რა ვიცი, მადლობას. გამარჯობა, მე ვარ სოფი და მე ძალიან მომეწონა თეატრში, შრომა ძალიან მიყვარს. და 8 ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებლები და ფიქრობ ყველა სპექტაკლი გამოვა ძალიან ლამაზი და მშვენიერი. შესაძლოა. ძალიან მომეწონა სპექტაკლი და მადლობა. ეს მასწავლებელი და რა ვიცი, რა ძალიან კარგი სპექტაკლი იყო. რამდენი ხანია რომ სწავლობ ეს? მე დავდივარ აქ 3 წელი და ძალიან მომწონს. მე მქვია თაცია პირველი, ეს თეატრი ძალიან მომეწონა. ვინერვიულე მეთქი რამე შემეშლება, მაგრამ არ შემეშალა. რამდენი ხანია რომ დადიხარ? 3 თვე. მე ვარ ლიზა ჭინჭარაძე, ძალიან მომეწონა სპექტაკლი. და მე 1 წელი დავდივარ მე ვარ დანიელი ხადურიძე, ეს სპექტაკლი იყო ყველაზე კარგი და მომეწონა ბესო მასწავლებელის ნამუშევარი. მადლობა ბესოს. მე მქვია ანა და ვარ ხელაშვილი. მე ძალიან მომეწონა სპექტაკლი. რამდენი ხანია რომ სწავლობ ეს მასწავლებელი? 3 წელი. როგორ მოგწონს მასწავლებელი? კარგია. მე ვარ კატამონჯეთი და ძალიან მომეწონა სპექტაკლი და 2 წელი სწავლობდა. ძალიან მადლობა. მე ჩემი სახელი და გვარი ანა მარია გაბისონია. დავდივარ 1 წელი
მადლობა ბესო მასწავლებელი და ძალიან მომეწონა სპექტაკლი. მე მქვია მაშა მეცხოვში და ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა მინდა გადავხადო ბესო მასწავლებელს, ნათია მასწავლებელს და მაგდა მასწავლებელს, რომ ასეთი ბავშვები შეგვქნა და ასეთი კარგი სპექტაკლი დაგვადგმებინა. და ძალიან დიდი სიხარულით ვეტყვით ბესო მასწავლებელს, რომ ძალიან მომეწონა სპექტაკლი, რომ დადგა ბესო მასწავლებელმა. ძალიან მომეწონა და მეგონა რომ ესე კარგად ვერ ვითამაშებდი, მაგრამ ვითამაშებდი. მე მქვია დაჩია ტყელი ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი. მადლობა სულ ბესოს იმის გამო რომ ესეთ კარგ სპექტაკლს ლევს იგო ფიქრობენ. მე დავდივარ ამ სტუდიაში მეორე წელია. მე ვარ ნია მამაცაშვილი, ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი. ცოტა რაღაცები შემეშალა, მაგრამ მაინც კარგად ვითამაშე. და ძალიან ვინერვული. როგორ მოგწონს ბესო მასწავლებელი? ძალიან კარგი. მე შილებით ყვეცი.